ირანმა პირველად დაარტყა ეგვიპტეს ამ ომის განმავლობაში. ეხლა ეგვიპტე სამიზნეშია და კაირო ძალიან ფრთხილად ეკიდება იმას, რასაც ამბობს. ეგვიპტის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დრონმა გუშინ დამიეტის პორტში 2 გემზე ცეცხლი გააჩინა. ისინი არ ამბობენ, ვინ გააკეთა ეს. კაბინეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება და ხელისუფლება იღებს საჭირო ზომებს ეგვიპტის ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. ამ დროისთვის არც ერთ მხარეს არ აუღია პასუხისმგებლობა, მაგრამ თითქმის არავის ეპარება ეთვი, ვინ დგას ამის უკან. საერთოდ მიიჩნევა, რომ ირანი არის პასუხისმგებელი. და თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ესკალაცია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეგვიპტე სურს იყოს შუამავალი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე ომში. ჟურნალისტი იოსტ შეფერსი ახლა კაიროდან გვიერთდება. იოსტ, რატომ არის ეგვიპტე ასე ფრთხილი და არავის ადანაშაულებს? მე მზად ვიქნებოდი. ისინი ამ ეტაპზე ირანს არ ადანაშაულებენ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ირანი იყო. თუმცა Wall Street Journal-ის მიხედვით ისინი ესაუბრენ რამდენიმე ეგვიპტელ ოფიციალურ პირს და ფიქრობენ, რომ ეს ირანი იყო. თუმცა, ჩვეულებრივ ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როცა ირანი თავს ესხმოდა ადგილებს ახლო აღმოსავლეთში, იქნება ეს ბარეინი, იორდანია, ქუეითი თუ ემირატები, ისინი ყოველთვის ამბობდნენ, მაგალითად, ჩვენ დავარტყით ამ სამხედრო ბაზას, დავარტყით ამას ან იმას. და ირანმა არ გააკეთა კომენტარი ეგვიპტეზე ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. და შეიძლება ეს იმიტომ, როგორც თქვენ თქვით მართლაც, ეგვიპტე ცდილობს იყოს შუამავალი, რომ სადოს მოლაპარაკება, ხო, რაღაც სახის სამშვიდობო შეთანხმებაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე ამ შემთხვევაში. მაგრამ ირანი ამაზე ჯერჯერობით დუმს. მაგრამ ხო, როგორც თქვით, ამ მომენტში ყველა ირანზე მიუთითებს. და შემდეგ მეორე კითხვა ასეთია. რატომ აირჩიეს ეგვიპტეზე თავდასხმა? გულისხმობ ეს ამერიკული კომპანია, რომელსაც იქ დაესხნენ თავს. ასე რომ, ხო, იდიბათ, ისინი ესმიან თავს ამერიკელების ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში. და შეიძლება ცდილობენ ხო გააგრძელონ თავიანთი თავდასხმები მას შემდეგ, რაც ადრე რაკეტები გაუშვეს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. ეხლა ისინი პირდაპირ ესმიან თავს ამერიკულ კომპანიას. ასე რომ, ხო, ამ ხრივაც ისინი ამერიკელების ინტერესებს აზიანებენ. და ასევე იორდანიის მსგავსად ისინი ესმიან თავს ეგვიპტეს, რომელიც ასევე ძალიან ახლო მოკავშირეა აშშ-თვის, ცდილობენ ირანის პერსპექტივიდან კიდევ ერთი ქვეყანა ჩართონ ამ კონფლიქტში. მართალია. თუ ირანი დგას ეგვიპტის პორტის ინფრასტრუქტურაზე ამ თავდასხმის უკან, როგორ უნდა ველოდოთ, რომ ეგვიპტე უპასუხებს? არ ვფიქრობ, რომ ეგვიპტე მზად იყო ამისთვის. და ჯერ კიდევ ცოტა გაკურებული ვარ, როცა ეს ამბავი ვნახე, რადგან როცა რუკაზე დამიეტას უყურებ, ხედავ, რომ ის ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილშია. თითქოს ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარეობს. ასე რომ, ამ დრონს საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაევლო. და ეგვიპტეს საკმაოდ განვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს თავის ტერიტორიაზე, ამიტომაც მიგვერს, რომ მან შეძლო გავლა და ზუსტად ამ წერტილამდე მისვლა. დამიეტას ნავსადგურში, რათა ეს ადგილი დაესხა თავს. მგონია, რომ ეგვიპტეს მოულოდნელად აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. ისინი ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ თითქოს ამ კონფლიქტს გარეთ იყვნენ, რადგან აშშ და ირანი ერთმანეთს უტევდნენ. ეგვიპტე ამ კონფლიქტს გარეთ იყო, რადგან ეგვიპტეში არ არის არც ერთი ამერიკული სამხედრო ბაზა. ეგვიპტე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, ეგვიპტეს ეგონა, რომ არ ქონდა სანერვიულო, ესე რომ ეხლა ისინი სრულიად ახალ სიტუაციას აწყდებიან. და ვფიქრობ, ეგვიპტეს ნამდვილად არ აქვს კონკრეტული წარმოდგენა, როგორ უნდა იმოქმედოს ამაზე. ეგვიპტეს არ სურს, რომ ამ ომში ჩაითრიონ. შეიძლება ისინი თავიანთ კიდევ რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა და გამშვები დანადგარი ამუშაონ, რათა თავი დაიცვან შესაძლო დრონებისგან. ასე ყველაზე უსაფრთხო სათქმელია, რომ ეგვიპტე ამიერიდან უფრო ფხიზლად იქნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა იოსტ, რომ როგორც ყოველთვის შემოგვიერთდი. მოდი დაველოდოთ და ვნახოთ, რას გააკეთებს საბოლოოდ ეგვიპტე.